სამართლიანი არჩევნების ოფისში ბრიფინგი იწყება CSKO-დან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ ჩვენ ამ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მათ განაცხადეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებდნენ, საჯარო მოხელეების ძალიან დიდმა ნაწილმა საჯაროდ დაგმო ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება და საჯაროდ ისაუბრა თავის ერთგულებაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. და საჯარო მოხელეებმა ამით, რა თქმა უნდა, დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება უნდა აკეთებდეს ყველაფერს თავისუფლება ფარგლებში იმისათვის რომ საქართველოს გააგრძელოს წინსვლა ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით. ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული ადამიანები გათავისუფლდნენ, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს კიდეც, რომ ისინი აპირებდნენ რეორგანიზაციის დაწყებას და ასევე მათ დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონმდებლობაშიც რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. და ამ ყველაფერს წინ უსწრებდა სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთებული განცხადება 16 დეკემბერს CSKO-ს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე CSKO-ში დაიწყო რეორგანიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რეორგანიზაციის მიზეზად დასახელდა სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა, გათავისუფლებული თანამშრომლები მიუთითებენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე სწორედ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან დაკავშირებით. გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზები, მათ შორის გათავისუფლებული ადამიანები ამბობდნენ, რომ ისინი არიან სწორედ ის პიროვნებები, რომლებმაც საჯაროდ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელებას და საჯაროდ დაგმეს ქართული ოცნების მხრიდან ეს გადაწყვეტილება. ასევე ზოგიერთი მათგანი უკავშირებს ამ პროცესს 16 ნოემბერს მოხდა ფაქტს, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში CSKO-ს თავმჯდომარეს ერთ-ერთმა წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დავით კირთაძემ CSKO-ს თავმჯდომარეს სახეზე შავი საღებავი შეასხა. მოგეხსენებათ, რომ დავით კირთაძის მეუღლე სოფო სიჭინავა, რომელიც იყო ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეს არის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი, მან თავისინებით დატოვა სამსახური, თუმცა სწორედ ეს დეპარტამენტია, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა და აქ დასაქმებული ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, გათავისუფლდა შესაბამისად. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიცით, რომ საშტატო ნუსხა CSKO-ში აპარატში 118 ადამიანიდან 103-მდე შემცირდა, თუმცა გათავისუფლების შესახებ 12 ადამიანის შესახებ გვაქვს ჩვენს ინფორმაცია, რომელთაგან 9 არის საშტატო და 3 ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები. აქვე აღსანიშნავია, რომ CSKO-მ 18 დეკემბერს განცხადებით უპასუხა საზოგადოების კრიტიკას აი ამ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და ეს ნაბიჯი ახსნა, რომ არის დაკავშირებული ინსტიტუციურ განვითარებასთან და შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტურ მმართველობას, თუმცა ჩვენ სამართლიანი არჩევნები მივიჩნევთ, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და უსაბუთებლად წარიმართა, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები და რეალურად უცნობია რა იყო მიზეზები რეორგანიზაციის. ასევე რეორგანიზაციის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა CSKO-ს რეალურ არცობრივ და ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისკენ. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიცავთ 6 და შემდეგ მოგვიანებით მე-7 ადამიანსაც CSKO-დან გათავისუფლებულს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი სამართლებრივი უფლებები იყოს დაცული. ეხლა ჩვენ გვსურს, რომ თავად ამ ადამიანებმა ისაუბრონ ამასთან დაკავშირებით და მე ნიკას ვთხოვ, რომ თავისი პოზიცია მოგახსენოს. მადლობა ნინა, მოგესალმებით. მე გახლავთ ნიკა პროფესოროვი. და მინდა გითხრათო, ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ ვზივათ, CSKO-ს ყოფილი თანამშრომლები, ყველა ვართ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია მუშაობდით საარჩევნო ადმინისტრაციაში და კარგად შეგვიძლია განსაზღვროთ, თუ რა შეიძლება იყოს კარგი ამ ორგანიზაციისთვის და რა არა. ეს რეორგანიზაცია ნამდვილად არ ემსახურება ორგანიზაციაში არც მმართველობის გაუმჯობესებას, არც სტრუქტურის ოპტიმიზაციას, პირიქით
ტოვებს ბევრ შეკითხვას და გაურკვეველი რჩება უამრავი ფუნქცია, რომელიც არ ვიცით ვინ უნდა გააკეთოს. მაგალითად, მოგიყვებით ჩემი დეპარტამენტის შესახებ, ეს იყო სტრატეგიული დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტი. ჩვენი პირდაპირ ფუნქცია იყო ეს იყო პირდაპირ ეთერი სამართლიანი არჩევნების ოფისიდან ადგილზე მყოფებმა ისაუბრეს რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია საჯარო მოხელეების წინააღმდეგ.